ვნახავთ თუ არა ბიტკოინის ფასს $30,000-ზე 2026 წელს. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ბიტკოინზე და ვისაუბრებთ იმ $30,000-$35,000-ზე, რომელზეც ყველა საუბრობს. საიდან მოდის ეს თანხა, რა თქმა უნდა, აზრზე არ ვარ მე თვითონ, მაგრამ განვიხილავთ არის თუ არა შესაძლებელი, რომ ბიტკოინის ფასი ჩამოვიდეს მართლაც $30,000-ზე და თუ ჩამოვიდა, რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოხდეს და რას გავაკეთებ მე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფილოსოფოსები ამბობენ, რომ აი ნეტა მართლა ჩამოვიდეს, ნეტა მართლა ეს აუცილებლად ვიყიდ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბიტკოინი მართლა ჩამოვიდა $30,000-ზე, ის იქნება ჩემთვის პირადად უკვე უდიდესი სქემი და რა თქმა უნდა აღარ იქნება ჩემთვის საინტერესო ბიტკოინის ყიდვა. რატო? იმიტომ რომ ბიტკოინმა გამოიარა უკვე იმდენი რაღაცა, დაამტკიცეს ETF-ები, სახელმწიფოები აკეთებენ ინვესტიციას, ესე ვთქვა, დიდი კომპანიები აკეთებენ ინვესტიციას. აღარ არის ბიტკოინის სასპეკულანტო ასეთი, რაც მაგალითად აქამდე იყო. ხომ რა თქმა უნდა ის უფრო ვოლატილური არის ვიდრე სხვა ასეთები, მაგრამ ის რა თქმა უნდა უკვე შეიცვალა, მან შეიცვალა თავისი ბუნება, ესე ვთქვა და ის რომ ბიტკოინი გაუფასურდეს ახლა 30,000-მდე რომ მოვიღოთ ჩარტებსაც განახებთ არის პლუს მინუს 80%-იანი გაუფასურება 70-დან 80%-მდე. ხო და აი წარმოიდგინე თუ შენ გინდა რომ ეს ასეთი გახდეს სერიოზული ინსტიტუტები შემოვიდნენ, შემოსულები არიან კიდევაც, მაგრამ უფრო ვრცლად რომ უფრო ასე ვთქვათ, უფრო მეტი რომ შემოვიდეს, თუ გინდა რომ სახელმწიფოებმა გააკეთონ ინვესტიცია, თუ გინდა რომ ის მართლა იყოს სახელმწიფო რეზერვები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ბიტკოინის $30,000-ზე ჩამოსვლა არის უდიდესი სისულელი. მაგალითად რომ მოვიღოთ ახლა მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ რისთვის ყიდულობს სახელმწიფო, რისთვის აქვს სახელმწიფოს რეზერვები, ხო? სახელმწიფოს არ აქვს რეზერვები იმისთვის, რომ ყოველწლიურად 20, 25 ან 30 ან 50% მოგებები დაფიქსიროს, ხო? მაგრამ სახელმწიფოს რეზერვები აქვს, იმიტომ რომ კრიზისის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, რამე კატასტროფის შემთხვევაში, ომის შემთხვევაში, ინფლაციის შემთხვევაში მათ დაიცვან საკუთარი თავი და არ გავკორტრებდნენ, ხო? და მათი მიზანი არ არის, რომ გააკეთონ 50 და 60% და ისინი არ არჩევენ ასეტებს, რომ აი იცი რა დღეს Nike-ში გავაკეთებ ინვესტიციას, მე იმაში გავაკეთებ ინვესტიციას, მე ამაში გავაკეთებ ინვესტიციას და არა. და ასე შემდეგ. არა, ესე არ არის. ისინი რეზერვებს ყიდულობენ იმისთვის, რომ იყვნენ უფრო ძლიერები. იმ შემთხვევაში თუ რაღაც მოხდა, ისინი სახელმწიფო არ ჩამოიშალოს. ხო, როგორც მაგალითად ჯეფ ბეზოსი ამბობს ხოლმე, რომ შენ როგორც ინვესტორმა, შენ როგორც ბიზნესმენმა უნდა იზრუნო იმაზე, რომ როცა ქარიშხალი იქნება, შენი გემი არ გაქრეს ზღვიდან ან ოკეანიდან, ხო და მან ესე ვთქვათ ეს ქარიშხალი გადაეტანოს და ეს ქარიშხალი თუ გადაიტანე, ნახავ რომ შენს გვერდზე შენს იქით აკეთ, ანუ გვერდზე ძალიან ბევრი გემი ჩაიზრდა და შენ დარჩი და ესე ვთქვათ ეს ყველაფერი გაძლევს შენ კიდევ უფრო დამატებით ბენეფიტებს, იმიტომ რომ ესე ვთქვათ თუ ბიზნესში ხარ, მაგალითად შენ აღარ გიყვება კონკურენტები, ხო ახლა მაგალითად რომ მოვიღოთ რაიმე კონკრეტული ბრენდი, ხო აი თუ მაგალითად მოხდა რაღაც და კონკრეტულად იმ ბრენდში ხო, მაგრამ ის ბრენდი არის ძალიან ძლიერი ფინანსურად და აქვს ესე ვთქვათ რეზერვები და ამჟამად მან შეიძლება თავისი თავი გადაარჩინოს. მაგალითად ავიღოთ ახლა Nike, ხო Nike-ს აქვს თავისი კიდევ რეზერვები თანხა გვერდზე გადადებული, რომ თუ რაღაცა მოხდა, მათ შეძლონ მაინც თავიანთი ხარჯების დაფინანსება და ასე შემდეგ. თუ ახლა რაღაც ძალიან დიდი კრიზისი მოხდა, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ბრენდები, ძალიან ბევრი ესე ვთქვათ სხვადასხვა ბრენდები, არა მარტო მოდაში და ტანსმერში და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი შეიძლება ჩამოიშალოს და გაქრეს, მაგრამ ის ვისაც ექნება საკმარისი კაპიტალი იმისთვის, რომ თავიანთი ხარჯები მაინც დაფარონ, ისინი დარჩებიან და შემდეგ ეს კრიზისი რო გადაივლის, რა თქმა უნდა ისინი უფრო დიდ მოგებას გააკეთებენ, უფრო დიდები გახდებიან და გაიზრდებიან, ხო? და სახელმწიფოს რეზერვები ზუსტად ამისთვის არის და როცა ბიტკოინ ფანატიკოსი ამბობს მაგალითად, რომ აი სახელმწიფო რეზერვი და აი ტრამპი რატო არ ყიდულობს და ნეტა ტრამპმა იყიდოს და ნეტა ეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ETF-ების დამტკიცდა, ახლა მაგალითად ETF-ები რატო დამტკიცდა, ETF-ები დამტკიცდა, რომ ის იმ ხალხმა, ვისაც ნამდვილად ძალიან დიდი ფული აქვს და ვის შემოსვლაც გვინდა ბაზარზე, რომ უფრო შეძლონ ბიტკოინების ყიდვა, ეთერიუმის ყიდვა, ესე ვთქვათ და არ ესე ვთქვათ პასუხისგებლობა გადასცენ third parts იმისთვის, რომ ესე ვთქვათ თვითონ რაც შეიძლება ნაკლები რიზიკო აიღონ თავიანთ თავზე, ხომ? და თუ გვინდა რომ ჩვენ ესეთი ინვესტორები დარჩენ, ერთი არის რომ შემოვიდნენ, მეორე არის რომ დარჩენ, ხო? და თუ მაგალითად ახლა ბიტკოინმა გააკეთა 70-80%-იანი ვარდნა, ანუ ვინღა შემოვან, ვინღა დარჩება. მე თვითონაც მე ახლა მაგალითად ზღვაში წვეთი კი არა, ოკეანეში წვეთი არის ჩემი ინვესტიციები, ხო, მაგრამ აქ თანხაზე არ არის საუბარი, აქ არის პროცენტებზე საუბარი. როცა შენ ხედავ რომ 80%-ით გაუფასურდა შენი
საფულე და ის რომ აი რობოტი უნდა გახდე და ემოციები გვერდზე გადადო არის უდიდესი სისულელი ემოციებს გვერდზე ვერ გადადებ ჩვენ ვართ ადამიანები შენ შეგიძლია იზრუნო იმაზე რომ ეს ამ ყველაფერმა ემოციებს არ დაარტყას ისე რომ აი მაგალითად რომ ავიღოთ თუ შემთხვევაში შენი კაპიტალი ბიტკოინში გაქვს ჩადებული და მართლა $30,000 ჩამოვიდა და 80% გაუფასურდა შენი კაპიტალი ხო თქვათ რომ 100,000 დანაზოგი გქონდა მთელი ცხოვრება იმუშავე ჩადე და შემდეგ უკვე 80% გაუფასურდა და 20,000 დაგრჩა ემოციები კი არა შეიძლება თავიც მოიკლო ხო სული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას ხო იმიტომ რომ მთელი წლები იმუშავე ვიღაცა სულელმა გითხრა რომ აი ბიტკოინი მომავალი და ეს ჩადე ამაში თანხა და დაკარგე ხო ანუ წარმოიდგინე რომ მთელი ცხოვრება რაც შრომე ერთ-ორ დღეში დაკარგე ხო არის უდიდესი სისულელი ამიტომ ყოველთვის რომ ყოველთვის უნდა გქონდეს ესე ვთქვათ შენი ინვესტიცია დაყოფილი სხვადასხვა ასეტებში ხო და რომ დაუბრუნდეთ ისე მეგობრებო იმ $30,000 აი საიდან მოდის ეს $30,000 მოდი გადავიდეთ ახლა ჩარტებზე და განვიხილოთ თუ საიდან მოდის $30,000 და თუ ვიღაც ამბობს რომ აი $30,000 იმიტომ რომ ეს ადგილი არის კიდე გასატესტი სად არის $30,000 ის აქ არის $30,000 ხო თუ ის ამბობს რომ აი $30,000 იმიტომ რომ ეს არის გასატესტი 100% ვეთანხმები იმ ადამიანს, ვის ახლა ტექნიკურ ანალიზს უყურებს და ამბობს რომ 30,000 ჩამოვა, კი ბატონო 100% ვეთანხმები, მაგრამ მაშინ მოდი მეც ეგრე ჰაერზე ვიტყვი რომ ბიტკოინი ჩამოვა 22,000-ზე, იმიტომ რომ გასატესტია ეს ლეველი, ბიტკოინი ჩამოვა 17,000-ზე და ბიტკოინი ჩამოვა 12,000-ზე, ხო? იმიტომ რომ ანუ ეგრე ჰაერზე ნათქვი მე შემიძლია ახლა გასატესტი არის ეს ადგილები, ხო? ახლა ტექნიკურად რომ შევხედოთ ეს ადგილები ყველანაირად არის გასატესტი, ხო? ანუ შეგვიძლია ჩვენ ამ ლოგიკით ისიც ვივარაუდოთ რომ ბიტკოინი შეიძლება ჩამოვიდეს 23,000, 17,000, 12,000 და თუ მართლა ეს მოხდა მეგობრებო, შემდეგ ესე ვთქვათ რა თქმა უნდა დაველოდები რომ ისევ მაღლა იწვევს და ძალიან დიდ მოგებებს დავაფიქსებ, აქამდე თუ აფიქსირებდი მაგალითად 10-15%-ს მოგებას ჩემი საფულის, როცა ბიტკოინი გააკეთებდა კარგ ზრდას, შემდეგ შემთხვევაში თუ მოხდა მართლა ეს, დავაფიქსებ 40-50%-ს და რაც შეიძლება სწრაფად გამოვალ, ესე ვთქვათ, ამ ასეთიდან ბიტკოინი და ეთერიუმიდან, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იქნება ჩვეულებრივი სქემი, იმიტომ რომ რას ქვია, აქამდე რო ყოფილიყო და აქამდე რო ხდებოდა, ოკეი, არ იყო არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ აქ მაგალითად რომ ნახეთ 80%-იანი კორექცია, ოკეი, არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ როცა ჩვენ უკვე ამხელა ინვესტორები გვყავს, დიდი ბიზნესები შემოდიან, გვინდა რომ უფრო დიდი ბიზნესები შემოვიდნენ, სახელმწიფოები შემოვიდნენ, თუ კიდე ამან გააკეთა 80%-იანი ვარდნა, ანუ ჩემთვის ეს იქნება, რა ვიცი, ჩვეულებრივი სქემი იქნება, ვისაც როგორ უნდა ეგრე დაარქვას ამ ყველაფერს, მაგრამ მე უკვე დავუმშვიდობები ბიტკოინს და ეთერიუმს მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი მაინც მექნება ინვესტირებული, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ჩემი ლოგიკა ძალიან განსხვავდება იმ ადამიანებისგან, ვინც ამბობენ, რომ აი ნეტა ჩამოვიდეს კიდე 20,000-ზე, 30,000-ზე, 35,000-ზე და ასე, ანუ რადიკალურად განსხვავდება. ისინი თუ გაყიდიან სახლებს და იყიდიან, კი ბატონო, მე რა თქმა უნდა ეგეთ სისულელეს არ ვიზავ და ისიც დავაზუსტოთ მეგობრებო, რომ აი როცა ამბობენ და 30,000-ზე ჩამოვიდნენ და რო კითხავ, კაი 30,000-ზე ჩამოვიდა, რამდენს იყიდი? რავი, 1-2,000, $3,000 და ვფიქრობ, რომ ოკეი, ეს ადამიანი უბრალოდ თანხებზე გადის და არ ფიქრობს პროცენტებზე და არ ფიქრობს, რომ შეიძლება ვიღაცას მასზე 10-ჯერ, 100-ჯერ, 200-ჯერ და 1000-ჯერ მეტი ინვესტიცია ქონდეს გაკეთებული და რა თქმა უნდა, როცა ხარ დიდი ინვესტორი, შენ არ გინდა რომ დაკარგო 80 და 70%, გინდა 1 წელში, გინდა 2 წელში, გინდა 3 წელში და გინდა 5 წელში. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. შემდეგ შევეხოთ იმას, რომ ესე ვთქვათ, ციკლი. ანუ დავივიწყოთ უკვე ის, რომ ბიტკოინში და კრიპტოში რაღაც ციკლია და altcoin სეზონი გვექნება და ის გვექნება და ის გვექნება. არა მეგობრებო. ხედავთ ამ ყველაფერს ჩარტებს, ხო, ხედავთ ბიტკოინი მაგრამ გააკეთა, ხედავთ ეთერიუმი მაგრამ გააკეთა და ხედავთ altcoin-ები მაგრამ გააკეთეს. ხო, მაინც კიდევ უდიდესი სისულელე altcoin-ებს რა თქმა უნდა ცალკე ვიდეოს გავაკეთებ, მაგრამ მაინც ახლა altcoin-ებზე გადავდივართ და ახლა ის ხდება და ახლა ის ხდება უდიდესი სისულელე. სანამ არ დავინახავ კონსტრუქციის უკუცვლას, სანამ არ დავინახავ როტაციას, მანამდე მე ტრეიდებს altcoin-ებზე არ ავიღებ, მაგრამ შეიძლება რამოდენიმე altcoin-ი ახლა ესე ვთქვათ, თავისი ხასიათის შეცვალოს და რას გულისხმობ ამ ხასიათის შეცვლით, შეიძლება უფრო მეტი რეგულაციები გამოვიდეს. ახლა მაგალითად რომ ავიღოთ, ევროპაში უკვე ვალდებული ხარ 2006 წლის იანვრიდან, რომ შენი კრიპტო საფულე აღწერო, ესე ვთქვათ, გადასახადებში, ასევე ბირჟები არიან ვალდებულები, რომ ჩვენი ინფორმაცია, ესე ვთქვათ, გაანდონ სახელმწიფოებს და ანუ ბევრი ამბობს, რომ აი ფულის წართმევა უნდა, ის უნდა, ანუ მე
კონტროლს ყველანაირად მივესალმები, იმიტომ რომ მე ჯერ ერთი არავისთან არაფერი არ მაქვს დასამალი და თუ შენც არ აქვს არავისთან არაფერი დასამალი, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ყველაფრის სახელმწიფოზე ჩვენება, ხო? ანუ ნამდვილად ვერ ხდები ამ ყველაფერს. ანუ ბევრი ძალიან რადიკალურად არის ამ ყველაფერთან განწყობილი, რომ აი სახელმწიფოის ბიტკოინი გადაგვარჩენს, ბიტკოინი ხალხის ფულია, სახელმწიფოების დედა, მამა, ბიძა, პაპა, რა ვიცი, რეებს არ ეძახიან ხოლმე და აი ბიტკოინი გადაგვარჩენს. ხო, ჩემ შემთხვევაში ეგრე არის. მე პირიქით მინდა რომ რაც შეიძლება მეტი რეგულაციები იყოს, რაც შეიძლება მეტი კონტროლი იყოს და ეგრე ვიღაცამ რაღაც ჰაერზე ალტკოინი არ შექმნას და არ თქვას რომ იცი რა, აი მე მაქვს proven business, მე მაქვს და აი ჩადეთ ფული, იმიტომ რომ ამ რეგულაციების ერთადერთი მიზანი რა არის? ეს რეგულაციები გიცავენ შენ როგორც end users, ანუ ბოლო users, ვინც არის ეს თქვა რიტეილი, გიცავს იმისგან რომ არ დაკარგო ფული, ხომ? ახლა წარმოიდგინე რამდენმა ადამიანმა დაკარგა ფული, ხომ? ჩვენ ყოველთვის საუბრობთ რომ იმანათ X გააკეთა, იმანას X გააკეთა, მაგრამ გვავიწყდება ყოველთვის რომ ვინც $100-დან $100,000 გააკეთა, უნდა ვიცოდეთ რომ მინიმუმ 100,000 და 200,000 ადამიანი გაკოტრდა და დაკარგეს ფული, ხომ? ამას არ აქცევს ხოლმე ყველა ყურადღებას. მარტო იმას უყურებენ, რომ აი იმან ამდენი ფული გააკეთა, მაგრამ არ უყურებენ იმ ადამიანმა, რომ იმ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა, რომ ამდენი ფული გააკეთა, რამდენ ადამიანს შეიძლება დაეკარგა თანხა და რა თანხებზე იყო აქ საუბარი, ხო? შენ $100,000 ჩადე და $100,000 გააკეთე, წარმოიდგინე, რამდენ ადამიანმა დაკარგა თავისი life saving, ხო? თავისი რამოდენიმე წლისთვის დანაზოგი და ასე შემდეგ. ხო, ამაზე ბევრი არ ფიქრობს, რომ ამ რეგულაციების მიზანიც არის ზუსტად ის, რომ ეგეთი ხალხი დაიცვან, ხო? იმიტომ რომ ადამიანი მაინც არის ხარბი და ცდილობს რომ იმ 100, 200, 300, 400, $500 გააკეთოს რაც შეიძლება მეტი თანხა, ხო? იმიტომ რომ ერთადერთი კითხვები რაც შემოდის, გინდა YouTube-ზე ავიღოთ, გინდა Instagram-ზე ავიღოთ, გინდა TikTok-ზე ავიღოთ, რომ აი რომელი ალტკოინი გააკეთებს 100x, რომელი ალტკოინი გააკეთებს 200x და ასე შემდეგ და ვერავინ ვერ იაზრებს იმას, რომ ალტკოინებში ბიტკოინშიც ფულს შენ აკეთებ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მაც იყიდა და ფასმა იწია, ხომ? და შენ თუ გაყიდა დაფიქსრი მოგება სხვის ფულს იდებ შენს ჯიბეში და ამას ამ ლოგიკას ყველა ერთმანეთს ვერ აკავშირებს ხოლმე. ამიტომ თუ მართლა გამოვიდა ეს რეგულაციები და კრიპტობაზარი უფრო კონტროლირებადი გახდა, რაც მე 100% მივესალმები, მე მაგ შემთხვევაში დავიწყებ რა თქმა უნდა ალტკოინებში ინვესტიციას და ჩემი მიზანი არის და ძალიან დიდი სურვილი არის რომ უფრო მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, ბიტკოინში, ანუ როცა ის იქნება რეგულირებადი და კონტროლი იქნება და ამ შემდეგ უფრო მეტი თანხის ინვესტიციის გაბედვას შეძლებ, იმიტომ რომ იცი რომ კონტროლდება და არ არის Wild West და ალტკოინებშიც იგივე არის, როცა შენ ნახავ რომ ესე ვთქვათ, ალტკოინი ვიღაცა რაღაცა დაისიზმრა და აი მაგარი კონცეფტი მაგ და აი უბრალოდ კოინში, ანუ წარმოიდგინეთ, ახლა ვიღაცა ქმნის კოინს, ხო? ანუ ბიზნესი საერთოდ არ არის, ფული საერთოდ არ კეთდება და აი ბიზნესი დავარეგისტრირე და ჩემი ტოკენი იყიდე, როცა ის ბიზნესი ფულს არც აკეთებს და ანუ ფულს რო გააკეთებს, ვინ უნდა გააკონტროლოს, აკეთებ თუ არა მართლა იმას, რაც შეიძლება აკმაყოფილებ თუ არა ყველა კანონს და ასე შემდეგ. ხო, აი მაგალითად კომპანიებში, როცა Nike გადის ბირჟაზე ან სხვა დიდი კომპანია გადის ბირჟაზე, რა თქმა უნდა, SEC აკონტროლებს ყველას, ხომ, რომ სპეკულაციები არ მოაწყონ, ხალხი არ მოატყუონ, ხალხს ფული არ დააკარგინონ და ასე შემდეგ. ხო, აი ზუსტად ეგეთი რეგულაციები მინდა მეც კრიპტოზე, რომ ალტკოინებშიც გავაკეთო ინვესტიციები, მაგრამ მოდი ახლა თემას სულ გადავუხვეთ, რომ გავაგზავნოთ ისევ ამ $30,000-იან რიტესტს. მე პირადად ვგონია, რომ ეს $30,000-იანი რიტესტი არ მოხდება, თუ მაგალითად ახლა ავიღოთ ესეთი რაღაც, თუ მაგალითად მთლიან ბირჟებზე აქციები თუ დავარდა, S&P თუ დავარდა 30-40% და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში კი სრულიად შესაძლებელი არის, რომ ბიტკოინი გაუფასურდეს $30,000-ზე, მაგრამ თუ ჩვენ ვნახეთ, რომ აი S&P-მ გააკეთა 15-20%-იანი ვარდნა და ბიტკოინმა 80%-იანი, მაგ შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემა არის, ხო, მაგრამ თუ რა თქმა უნდა ბაზარი წამოვიდა ქვემოთ და ბიტკოინი წამოვა ქვემოთ, ну მაგ შემთხვევაში არ იქნება არანაირი დიდი პრობლემა, ხო, მაგრამ კიდე რაღაცა მინდა გითხრათ ტექნიკურად რომ შევეხოთ მეგობრებო. უცბად დაგიხაზავთ აქ რომ ადვილად გასაგები აღმოჩნდეს და ადვილად გასაგები იყოს ყველასთვის, აი ვთქვათ რომ ეს არის ჩვენი ლეველები, ხო? და ვთქვათ რომ ბაზარი არის აქ და ანუ ვამბობთ რომ ეს თუ წამოვიდა ქვემოთ, მაგ შემთხვევაში ვიცით რომ შეიძლება ბაზარი კორექციაზე წამოვიდეს, ხო? აი რატო გგონია შენ რომ ბაზარი აქ წამოვა? აი რატო გგონია? ვერ ხვდები, იმიტომ რომ ეხლაც მაგალითად ავიღოთ
რიტესტი იყო აქ, გაიტესტა, რიტესტი იყო აქ, მაგალითად აქ მენდო buy order-ი, აქაც მენდო buy order-ი, აქაც მენდო buy order-ი. აქ უკვე buy order-ები აღარ მიყენია, მაგრამ შესაძლებელი არის გაიტესტოს, ხო, მაგრამ ლოგიკას გეტყვის თუ რატო ამიდებს აქ buy order-ები. აი მე ვერ ხვდები, რატომ ვიღაცამ რატო გადაწყვიტა, რომ Bitcoin-ი ჩამოვა $30,000-ზე და გატესტავს მაგალითად აი ამ level-ს. რატო? სანამ ბაზარი მაგალითად აქამდე ჩამოვა, მან უნდა დაკარგოს ეს ლეველი, უნდა ჩამოარყოს ეს ლეველი, უნდა ჩამოარყოს ეს ლეველი, უნდა ჩამოარყოს ეს ლეველი, ეს ლეველი და შემდეგ გატესტოს ეს ლეველი, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენ თუ ჩვენ $30,000-ში თუ ჩამოვედით, ამ შემთხვევაში ნახეთ, უნდა დავკარგოთ ეს ლეველი, მერე შევეჯახებით ამ ლეველს, უნდა დავკარგოთ ეს ლეველიც, შემდეგ შევეჯახებით ამ ლეველს, უნდა დავკარგოთ ეს ლეველიც, შემდეგ შევეჯახებით ამ ლეველს, უნდა დავკარგოთ ეს ლეველიც, შემდეგ გვექნება ისევ აი ეს ლეველი აქ, უნდა დავკარგოთ ეს ლეველიც და შემდეგ ვიქნებით $40,000-ზე, მერე $40,000-ს უნდა დავკარგოთ და უნდა ჩამოვიდეთ მერე აქ კიდე რაღაც პატარა ლეველი არის double time frame-ზე, იმიტომ რომ ახლა კვირის time frame-ზე ვარ. ეს უნდა დავკარგოთ და მაგ შემთხვევაში ჩამოვალთ $30,000 და აი რატო გადაწყვიტა ვიღაცამ რომ ეს ყველა ლეველი აუცილებლად უნდა დავკარგოთ, აუცილებლად დაიკარგება და წამოვაქვემოთ. აი ესეთი ადვილი რომ იყოს Bitcoin-ის და ანუ რაიმე ასეტის ფასის განსაზღვრა და აი 30,000 ჩამოვა და მორჩი ჩამო. ეხლა მე შემიძლია რაღაც ციფრი დავიყურო 12,000 და აი თუ მართლა გამართლა მე ვიქნები the guy, the top G. ანუ როგორ შეიძლება ეგრე რაღაცის ყვირილი ყველანაირი ესე ვთქვათ ლოგიკას აცდენილი რაღაცა, რომ აი ამ ლეველს გავტესტავთ. მე პირიქით გონია რომ ნახეთ 2025 წელი იყო ძალიან ცუდი კრიპტოსთვის. ერთ თუ ავიღებთ მაგალითად 2025 წლის იანვრიდან 2025 წლის დეკემბრამდე Bitcoin და Ethereum დღესდღეობით ისევ მინუსში არიან, ანუ მანდ 2025 წელს დაწერის მინუსები, ხომ? ანუ იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ინვესტიცია, როცა S&P-მაც, მეტალებმაც და სხვა ძალიან ბევრმა აქციამ და ETF-ებმა და ინდექსებმა დაწერეს პლუსი. კრიპტომ დაწერა მინუსი, ხო? ანუ ამას ვერსად ვერ გავექცევით, Bitcoin იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ასეთი საინვესტიციო. გონია თუ არა რომ ის 2026 წელსაც ძალიან ცუდი ინვესტიცია იქნება? არა, მე მგონია რომ არა, რატო? იმიტომ რომ ანუ პირველ რიგში თუ შევხედავთ აი ესე, მაგალითად რომ ავიღოთ ახლა ჩვენ 2025 წელს მინუსი გააკეთა Bitcoin-მა, მაგრამ ჩვენ VDC საფულეზე მაინც პლუსში ვართ, ხო? ესეც ძალიან დიდი განსხვავება. მაგრამ რო შევხედოთ ახლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავება, იმიტომ რომ მე ინვესტიციებს ხვანერად ვდგები, ვიდრე 90-95%. იმიტომ რომ ნახეთ, ამაში არის მთლიანი მაგია, რომ ბაზარმა მინუსი გააკეთა, მაგრამ ჩვენი VDC საფულე მაინც 25-26% პლუსში არის, ხო? ეგ ვერცხლის ჩათვლით, იმიტომ რომ ვერცხლმა ძალიან დიდი მოგებები გააკეთა, მაგრამ ვერცხლის გვერდზე რო გადავდოთ, Bitcoin და Ethereum-ის მარტო კრიპტოში ვართ 20%-იან მოგებაში, როცა დღესდღეობით ისევ მინუსში არის კრიპტო, ხო? იმიტომ რო დავიწყოთ, სად არის იანვარი, აი აქედან დაიწყო 2025 წლის იანვარი და რო გამოვიყოთ ქვემოთ, ანუ ნახეთ ახლა რამდენი პროცენტიან წაგებაში ვართ, ანუ დღესდღეობით მაინც 4% მინუსში ვართ, ხო? მაგრამ რო გადავიანგარიშოთ დეკემბრის ბოლოს, ეს იყო დეკემბრის ბოლო. დეკემბრის ბოლოს რო გადავიანგარიშოთ, მე დავამორგვალთ პლუს მინუს 8% წაგებაში იქნებოდი, ხო? მაგრამ ჩვენი VDC საფულე მაინც მოგებაში არის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვდგებით სხვანაირად. მაგრამ რატომ გონია რომ Bitcoin იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია 2026 წლისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გავტესტეთ აი ეს ლეველი, რომელზეც ვამბობდი რომ ძალიან საინტერესო ლეველი იქნებოდა გასატესტად. რა თქმა უნდა, წინასწარ ჩვენ არ ვიცოდით რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა აქ აი ამ ლეველზე, მაგრამ ანუ ჩვენ ვიცოდით რომ გაიტესტებოდა ეს ლეველი, მაგალითად გაიტესტებოდა ეს დეფენსიურად, გაიტესტებოდა ეს ლეველი, გაიტესტებოდა ეს ლეველი. და ჩვენ ამ ყველა ლეველზე ნაყიდი გვქონდა Bitcoin და Ethereum-ი დაფიქსირებული მოგებებით, რომელიც მაგალითად დავაფიქსირეთ აქ და დავაფიქსირეთ აქ, ხო? და ეს არის ზუსტად ის მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ისევ დავუბრუნდეთ, რატომ იქნება Bitcoin-ი კარგი საინვესტიციო ასეთი, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა არის ჩემი ხედვა და კიდევ ერთხელ მინდა მეგობრებო ერთი რაღაც დავაუსწოთ თქვენთან. იმიტომ რომ აი როცა შემოდის ხოლმე SMS-ები, გინდა Discord-ზე, გინდა Instagram-ზე, გინდა TikTok-ზე, აი იმან თქვა 30,000 ჩამოვალთ, ამან თქვა 50,000 ჩამოვალთ, იმან თქვა იმაზე ავალთ, ამან თქვა ამაზე ჩამოვალთ, იმან თქვა 2026 წელს რაღაც ციკლus შეიძლება, ეს მოხდება, აი შენ რას ფიქრობ?
მინდა ეს რაღაცა გითხრათ, რომ როცა შენ აკეთებ რაღაცაში ფულს ინვესტიციას და ესე სპეკულირებას ყვები, აი იმანეს თქვა, ამანეს თქვა და შენ თვითონ აზრს ვერ აყალიბებ თუ რა შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ, მინდა გითხრა, რომ იმ თანხას რაც გაქვს ჩადებული აუცილებლად დაკარგავ, იმიტომ რომ როცა შენ ფულს დებ რაღაცაში, ანუ გარკვეულ კონკრეტულ ასეთში, არ უნდა ჩადო, იმიტომ რომ ვიღაცამ ამით რაღაც ფული გააკეთა, ხომ? იმიტომ რომ ჯერ შენ ვერ ხვდები როგორ გააკეთა იმ ადამიანმა ფული, იმიტომ რომ ბიტკოინმა მაგალითად მინუსი დაწერა წინა წელს და ვინც იცის რომ ბიტკოინს და ეთერიუმს ყიდო ცუდი წელი გქონდა ხო შენ, იმიტომ რომ ეს და რო ვანახებ ხოლმე მაგალითად ჩემ აპლიკაციაზე რომ პროცენტულობით თუ არა 20, 25, 30% ან მოგებაში მაინც 2025 წელს ეს როგორ გააკეთე, ეს რა ხდება, ეს ანუ თუ ვიღაცამ დაკარგან გააკეთა ფული, ეგ არნიშნავს იმას რომ შენ აუცილებლად დაკარგავან გააკეთებ ხო, მაგრამ სანამ შენ გააკეთებ რამეში ფულს, აუცილებლად უნდა იცოდე რისთვის აკეთებ, რატო აკეთებ, რა არის და ასე შემდეგ. ზოგი მაგალითად ბიტკოინში აკეთებს ფულს, იმიტომ რომ ის მათთვის არის ღმერთი და ახალი რაღაც აღმოჩენა, რომელიც კაცობრიობას გადაარჩენს, ფინანსურ სისტემას გადაარჩენს, ეკონომიკას გადაარჩენს, ჩვენი მესია არის ესე ვთქვათ. ზოგი მაგიტომ აკეთებს ინვესტიციას, მაგრამ ზოგი არის რომ იმიტომ აკეთებს ინვესტიციას, რომ ხალხს ჯერა რომ მესია არის ბიტკოინი. და ხალხის დაჯერებით ისინი აკეთებენ ფულს და მე მივეკუთვნები ზუსტად მაგ ნაწილს. როცა შენ სხვა და უფრო მეტი სხვა და ბიტკოინ ფანატიკოსები დაიწყებენ რომ მე აღამჯერა ბიტკოინის რომ ის არის ნამდვილად რაც იყო და როცა მივხვდები რომ ოკეი ხალხს უკვე აღაჯერა იმის რაც აქამდე ჯერ და მე ვიქნები პირველი ვინც გაყიდის ბიტკოინს, ხო, იმიტომ რომ მე ვარ აქ იმისთვის რომ გავაკეთო ფული და არა იმიტომ რომ ის არის მომავალი რაღაცა. და კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ რომ რახან მე სხვები და კიდე სხვები და უცხოელები და ქართველები და ესა და ეს არ აქვს მნიშვნელობა ვინ, რახან ვიღაცამ გააკეთა YouTube ჩენელი, გააკეთა TikTok აკაუნტი, გააკეთა Instagram აკაუნტი და ლაპარაკობს გინდ ტრეიდინგზე, გინდ ინვესტიციებზე და ასე შემდეგ, ეგ არნიშნავს იმას რომ ის აკეთებს ფულს და მან იცის რაზე ლაპარაკობს, იმიტომ რომ ეგეთი ხალხიც ვისაც ვინც ინფლუენსერები არიან ეგენის 95% ვერ აკეთებენ ფულს და აზრზე არ არიან რაზე საუბრობენ. ამიტომ ყოველთვის გარკვევთ თქვენ ტურისტებს აკეთებ ინვესტიციას, რა შეაკეთებ ინვესტიციას და ასე შემდეგ. ისე რომ დაუბრუნდეთ ახლა ჩარტებს მეგობრებო. ამრავლად ეს მინდა რომ კარგად დაგემახსოვრებინათ, იმიტომ რომ აი იმან თქვა და მეც ეგ მგონია და იმანის და აი შენ რას ფიქრობ ხო? იმის აზრი მე საერთოდ არაფერში არ მაინტერესებს, მე მაქვს ჩემი საკუთარი აზრი, რა თქმა უნდა შენ თუ ხარ დამწყები შეგიძლია ვიღაცების აზრები შეადარო, შენი ლოგიკური დასკვნა გამოიტანო და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა ეცადო რომ რაც შეიძლება მეტი გაიგო იმაზე, რაც აკეთებ ინვესტიციას და მთავარია იცოდე რატო აკეთებ ინვესტიციას, რა არის შენი მიზანი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა გქონდეს შუალებრივად გაწერილი. აკეთებ ინვესტიციას 10 წლის განმავლობაში თუ გინდა რომ რაც შეიძლება მალე დააფიქსრო მოგებები და ასე შემდეგ. ნუ ახლა კვირაზე ვხედავთ რომ თვიურზე ნახოთ, თვიურზე არ შემოწმები, ანუ თვიურზეც არის იდეალურად გატესტილი ეს ლეველი და არის ლიკვიდობა აღებული. ანუ როცა ჩვენ რაღაცა ლეველს ვარღვევთ ხო, მაგალითად გავარღვევთ ეს ლეველი და მე ყოველთვის ვამბობ რომ აქედან აქამდე სრულიად შესაძლებელია რომ ბაზარი გაიტესტოს ხო, მაგრამ გააჩნია სენტიმენტი. სენტიმენტი შეიძლება იყოს პოზიტიური და გაიტესტოს აგრესიულივე, აი მაგალითად აქ ვხედავთ რომ აგრესიულივე გაიტესტა, წავიდა ბაზარი მაღლა ხო, მაგრამ შემდეგ ვხედავთ რომ ეს იყო უბრალოდ ლიკვიდობის აღება და წამოვიდა ქვემოთ ხომ, მაგრამ ესე ვთქვათ სენტიმენტი რომ დარჩენილიყო პოზიტივი, არ წამოვიდა და ქვემოთ და ბაზარი გააგრძელებდა მაღლა ხომ, ამიტომ შენ როგორც ინვესტორი უნდა იზრუნო რომ აქაც იყიდო, იმიტომ რომ შენ არის სენტიმენტი როგორ დარჩება ხომ, შეიძლება დღეს კარგი სენტიმენტია, მაგრამ ხოლმე ცუდი სენტიმენტი გქონდეს, მაგრამ ტექნიკურად იდეალურად გაიტესტა, ანუ ეს ყველა ლეველი იდეალურად გაიტესტა, ესეც კაი ლეველი იყო, ესეც კაი ლეველი იყო, ესეც და ესეც ჩვენ ყველა ლეველებზე გქონდა სხვადასხვა ორდერები დაყენებული ვედეცია საფულეზე და ეხლა კვირის ჩარტზე ეს იყო last defense zone, რომელიც უნდა დაგვეცვა და ამაზე ქვემოთ არ გვინდოდა რომ ესე ვთქვათ ბაზარი ჩამოსულიყო და ამაზე ქვემოთ რომ გაევიკა, რა თქმა უნდა double time frame-ზე კიდე გვაქვს რაღაც პატარა ლეველები გასატესტი, აი აქ თუ ბაზარი წამოვიდა ქვემოთ და არ იყო ესე ვთქვათ არ წავიდა ეხლა მაღლა, მაგრამ ამ ლეველებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ბაზარი ახლა მაგალითად ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ double time frame-ზე ჩავალთ, აქ ხედავთ რომ ამ ვიკშიც არის რაღაც ლეველები გასატესტი, ანუ შეიძლება რომ აქედან კიდე იყოს ლიკვიდობა აღებული და მე წავდეს მაღლა, მაგრამ მე მინდოდა რომ ამ ლეველის ქვემოთ ბაზარი არ ჩამოვიდეს. ამ ლეველის ქვემოთ ბაზარი თუ ჩამოვიდა, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ იმ bear market-ზე, იმ ცუდ სენტიმენტზე და ასე შემდეგ, რომელზეც ყველა საუბრობს, ხო, მაგრამ მე როგორც ისეთი bear და bull market-ის არ მჯერა, მაგრამ მოდი ახლა უბრალოდ რომ დავხაზოთ, ხო, ანუ ბევრი ვერ ხედავს ახლა ამ კონსტრუქციას, მაგრამ მე დაგიხაზავთ ამ კონსტრუქციას. ქვემოთ რო წამყვეთ გვაქვს low, high, higher, high, higher, low, higher, high, higher, low, higher, high, higher, low, higher, high, higher, low. შემდეგ აქვიყავით ძალიან დიდ ხანს range-ში და მე ვამბობდი რომ ეს range
ამ რეინჯში ყოფნა არ არის ცუდი, იმიტომ რომ ბაზარი თუ წავიდა მაღლა, შემდეგ შეიძლება ამ ლეველის გატესტვაც ვიხილოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვესვედინება რომ შეიძლება ეს ლეველი გაეტესტოს, ხო? მაგრამ ხედავთ რომ ეს ლეველი არ გატესტილა, ბაზარმა შეინარჩუნა ესე ვთქვათ, რომ გავარღვეთ, შეინარჩუნა უფრო მაღალი ნიშნული, გავაკეთეთ აქ higher high, higher low, higher high, higher low. ანუ რატომ გადაწყვეტა ახლა ვიღაცამ რომ ჩვენ გავტესტავთ $30,000, როცა ჩვენ მაგალითად ჩვეულებრივად მივყვებით კონსტრუქციას და გვაქვს მაღალი მხრები და მაღალი ფეხები, ხო? ანუ higher high და higher low. ანუ აქაც გვაქვს ჩვეულებრივად higher low და ახლა სრულიად შესაძლებელია რომ ბაზარმა გააკეთოს higher high, მაგრამ ამაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა ჯერჯერობით არის ძალიან ადრე. რომელ ლეველებსაც უყურებ, ანუ ეს ლეველი არის იდეალურად გატესტილი და ახლა რა ლეველებსაც უყურებ მე გასატესტად არის პირველ რიგში კვირას რო შევხედოთ IS და IS, აქ შეიძლება ბოქსი დაიხატოს, IS-ი. IS-ი ბოქსი შეიძლება დაიხატოს, წითლად გავაფერადოთ. და ახლა რო ავიღოთ, ანუ სულ ქვემოდან რო გავზომოთ. აქ არის 33% და ყველაზე პოზიტიურ შემთხვევაში 53%-იანი ზრდა შეიძლება გააკეთოს. წარმოიდგინე რომ თუ შენ აქ გაქვს ნაყიდი, შენი მიზანი ყოველთვის მომხდარა რომ შენი მიზანი არ უნდა იყოს რომ ახალი all time high დაფიქსირდეს, ხომ როცა შენ გაქვს 30, 20, 25, 40%-იანი ესე ვთქვათ პროფიტი გააკეთებული, დაფიქსირე მოგება, ხო? ანუ მე აქ რო ვიყიდე, ესე ვთქვათ, აქ რო შემივსო ორდერი, აქ რო შემივსო ორდერი, აქ რო შემივსო ორდერი, ჩემი მიზანი არ არის რომ ბიტკოინი შემდეგ გავყიდო $140,000, ხომ? არა, რა თქმა უნდა. ბაზარი აქ რა მოვაკვი გავყიდე რაღაც ნაწილს, აქ რა მოვა გავყიდე რაღაც ნაწილს, აქ რა მოვა გავყიდე რაღაც ნაწილს და შემდეგ 40-50% ისევ მექნება ჩემი ასეტების, ანუ ყველაფერს არ გავყიდე, იმიტომ რომ ბაზარი მაღლა თუ წავიდა, მაგ შემთხვევაში ესე ვთქვათ, მაინც პოზიცია მქონდეს და რაც შეიძლება მაქსიმალური მოგება დავაფიქსირო, ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არავინ არ იცის ბაზარზე რა მოხდება, ხო, ჩვენ შეიძლება გქონდეს ვარაუდები და ჩვენი ესე ვთქვათ ტაქტიკა, ჩვენი სტრატეგია და ამ სტრატეგიას მივყვეთ, ხო? ანუ ბაზარი თუ ამოვიდა აქამდე გავყიდე რაღაც ნაწილებს და შემდეგ შეიძლება მოხდეს ორი რაღაც, ხო, ანუ მექნება 40-50% ისევ დარჩენილი 40-50% გაყიდული და ბაზარი აქ რა მოვა, შემდეგ შეიძლება მოხდეს ორი რაღაცა. ბაზარი ან წავიდეს მაღლა და ამ შემთხვევაში მექნება ისევ 40-50%-იანი ინვესტიციები გაკეთებული და ჩემი საფულე სუმთლიანად არ მექნება გაყიდული, ანუ იმ დანარჩენ ნაწილთან დავაფიქსირებ მაქსიმალურ მოგებას და შემდეგი რაც შეიძლება მოხდეს არის კორექცია. თუ მოხდა კორექცია, იმ დაფიქსირებული მოგებებით, რომელსაც დავაფიქსირე აქ, რა თქმა უნდა დავიმატებ ისევ ასეტებს, ისევ ვიყიდი და ამ შემთხვევაში მექნება იგივე თანხით, რაც აქამდე მქონდა, უფრო მეტი, ესე ვთქვათ, ბიტკოინი და ეთერიუმი, ხომ, რაც რა თქმა უნდა, ჩემ ექსპოზერს უფრო ზრდის და ბაზარმა თუ გააგრძელა შემდეგ ისევ ზრდა, უფრო და უფრო მეტი მოგება მექნება. ამიტომ ის ფაქტი, რომ საერთოდ ბიტკოინი ახლა კიდე ქვემოთ წამოვა, ვიღაცები რო იძახიან, პირველ კვარტალში ის გვექნება, სამსახურეობაზე ის გვექნება, იმაზე ის გვექნება, ჩემთვის უდიდესი სისულელი, იმიტომ რომ ანუ წინას არავინ არ ვიცით რა მოხდება, ხო, ჩვენ ხედავთ აქ რომ გაიტესტა ეს სუპორტი, აქვს იდეალური რეაქცია. ახლა თუ შევხედავთ ჩვენ მაგალითად ახლა ლოკალურადაც რომ ჩამოვიდეთ და დაბალ ტაიმ ფრეიმზეც რომ გადმოვიდეთ, ხო? თუ შევხედავთ ახლა ჩვენ მაგალითად, ანუ კვირის სანთელი აქ უკვე გავარღვიეთ, ნახეთ, ანუ აქ გვაქვს ჩვეულებრივი ჰაი, რომელიც უკვე გავარღვიეთ, ანუ ამ სანთელმა გაარღვია კვირის სანთელი უკვე დაიხურა და ახლა გაიხსნა მეორე კვირის სანთელი, რომელიც არის ეს. ამ კვირის სანთელმაც თუ დაადასტურა ეს გარღვევა და ჩვენ დავხურეთ ეს სანთელი აი ამ ლეველის მაღლა, მაგ შემთხვევაში იქნება ეს კიდევ ერთი დამატებით დასტური, რომ ჩვენ ბაზარი გააგრძელებს მაღლასვლას და ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივი კორექცია, ჩვეულებრივი რეტესტი, რაც რა თქმა უნდა, ანუ არანაირ პანიკას არ საჭიროებს, ხო? თუ შევხედავთ ახლა ჩვენ მაგალითად დეილიზე, ბიტკოინის დეილი სხვათა შორის სხვანაირად გამოიყურება ვიდრე ეთერიუმის უფრო ძლიერად გამოიყურება. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა და ამ ლეველის გარღვევა, მაგრამ ხედავთ რომ ეს ლეველი დავარეჯექტეთ, როცა შენ რაღაცას არეჯექტებ, შენ ყოველთვის ტესტავ იმ წერტილს, საიდანაც ბაზარმა დაიწყო ზრდა და ჩვენ ხედავთ რომ გავტესტეს აი ეს ლეველი ისე და ჩვენ აქ წარმოიქმნა ესე ვთქვათ ერთგვარი range, სადაც შეიძლება ჩვენ უბრალოდ გავაგრძელოთ ესეთი margin sideways მოძრაობა, ან შეიძლება გავარღვიოთ მაღლა, ან ჩამოვარღვიოთ ქვემოთ, ანუ ქვემოთ იქნება კიდე ლიკვიდობა ასაღები და მერე იქნება ძალიან ესე ვთქვათ ისეთი მომენტი, რომ უნდა დაუკვირდეთ თუ რას გააკეთებს ბიტკოინის ფასი, იმიტომ რომ შემდეგ შეიძლება მან გააგრძელოს ქვემოთ კორექცია და ზუსტად აი ამ ლეველზე ვლაპარაკობდი, უფრო დაბალ time frame-ზე აქ არის კიდე გასტესტი ადგილი, ანუ ეს აქაც შეიძლება ლიკვიდობა იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო პოზიტიური იქნებოდა, რომ აქედან უკვე ეს ლეველი გაიღოს და ბაზარი
წავიდეს მაღლა, მაგრამ აქ ხედავთ რომ არის ჩვეულებრივი რეინჯი, შეიძლება ამ რეინჯში sideways წავიდეთ, ან შეიძლება რომელიმე მხარეს გაარღვიოს და ავირჩიოთ მხარი. აქ უფრო ლოკალურად თუ შევხედავთ ახლა მეგობრებო, რომ ჩამოვიდეთ 4 საათიანზე, ანუ რა თქმა უნდა, high time frame არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ high time frame-ზე რაც ხდება ბაზარი, ესე ვთქვათ, ამ high time frames უფრო უნდა დავაყენოთ ვიდრე double time frames და weekly-ზე უკვე გითხარით, რომ იდეალურად გამოიყურება ჯერჯერობით და ახლა შემდეგი კვირის სანთელი იქნება საინტერესო, იმიტომ რომ მან თუ დახურა ეს სანთელი ამ ლეველზე მაღლა, მაგ შემთხვევაში გვექნება ძალიან კარგი ზრდა, ანუ პოტენციალური, ესე ვთქვათ, ტრენდის გაგრძელება იქნება მაღლა. Daily-ზე ვნახოთ აქ რა ხდება უფრო ლოკალურად. Daily-ზე უფრო ლოკალურად აქ ხედავთ რომ არის რაღაცა აქ ვერ ხედავთ, მაგრამ double time frame-ზე იქნება რაღაც კონსტრუქცია, რომელიც გავარღვიეთ. 4 საათიანზე თუ გვიდასტურდება, 4 საათიანზე იდეალურად გვიდასტურდება, ანუ ხედავთ რომ არის იდეალური ლეველი. გავარღვიეთ ეს 4 საათიანზე, ნუ გაიტესტა ძალიან აგრესიულად, შეიძლება კიდე ქვემოთ გაიტესტოს, ანუ უფრო ქვემოთაც ჩამოვიდეს და მე გავაგრძელოთ მაღლასვლა და რა თქმა უნდა, მაღალ time frame-ზე მაქვს ეს ლეველი, რომელიც გარღვევაც მინდა, ანუ პირველ რიგში უნდა გაირღვეს აი ეს, შემდეგ უნდა გაირღვეს აი ეს და შემდეგ რა თქმა უნდა გვეცოდინება რომ ბაზარი ამოვაგ და გატესტავს აი ამ ლეველს. და როგორც ეგ აღნიშნე მეგობრებო, შეიძლება აქედან ბაზარი წამოვიდეს ქვემოთ, ან აქედან გაარღვიოს და ბაზარი წავიდეს მაღლა. მე პირადად ვარ პოზიტიურად განწყობილი, იმიტომ რომ ეს რეტესტი რაც მოხდა იყო ჩემთვის პირადად ძალიან კარგი ტესტი იყო, უბრალოდ მე რა თქმა უნდა, როგორც ტრეიდერი და ინვესტორი, მე მთელ ჩემ თანხას ავდებ რა თქმა უნდა ან აქ, იმიტომ რომ რო დაულდებოდი და აქ რო დამედო ორდერი, რა თქმა უნდა, კი შეიძლება ვთქვათ, რომ აი ყველაზე იაფად ვიყიდიდი, მაგრამ არა, იმიტომ რომ წინასწარ არავინ არ იცოდა, ხომ? წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ლეველი იყო გასატესტი, ეს ლეველი იყო გასატესტი, ეს ლეველი იყო გასატესტი, ეს ლეველი იყო გასატესტი, ხომ? ამ ლეველზე რო ვიყიდე, ნახეთ ახლა წარმოვიდგინე რამდენი პროცენტიან მოგებაში ხარ, ხო? 70%-იან მოგებაში ხარ, სულ რაღაც 42 დღეში, ხო, როცა დიდი ინვესტორები 8-10% მოგებითაც ძალიან კმაყოფილები არიან წლის განმავლობაში, ხო? წარმოვიდგინე შენ თვე ნახევარში რო ხართ 60-70%-იან მოგებაში, როგორ უნდა დაფიქსირო მოგება, ხო? ამიტომ აქაც ქონა მოგება დაფიქსირებული, ანუ აქ რო ვიყიდე, აქაც ქონა მოგება დაფიქსირებული, მანამდეც ქონა აი ამ ადგილებში მოგებები დაფიქსირებული, იმიტომ რომ ქვემოდანაც ქონა ნაყიდი და ესე ვთქვათ, იმასაც ხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილებები, სადაც მივიღე რომ აქ ორდერი დავდე და შემივს, იყო კარგი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ხედავთ, რომ აქ სხვებმაც იყიდეს და ბაზარი წავიდა მაღლა, აქაც მაგალითად ხედავთ, რომ გავიკა, ბაზარი წავიდა მაღლა, ხო? აქ ხედავთ, რომ აქ ინტერაქციები ძალიან ისე დიდად არ იყო, მაგრამ აქ ისე იყო ინტერაქციები და შენ ხედავთ, რომ მაგაიტესტა, ხო? ამიტომ ამ ხომ ყოველთვის რომ შენ შეიძლება ესე ვთქვათ ვარაუდები გქონდეს სტრატეგია გქონდეს და შენ მაგრამ ნუ დაიხტნობი ერთ ლეველს ნუ დაიხტნობი ერთ ფაზს და ნუ ვცდილობ რომ ბოდემზე იყიდო ანუ ნუ ვცდილობ რომ აი აქ იყიდო და ნუ ვცდილობ რომ აი აქ გაყიდო ხომ ყოველთვის გქონდეს შენი ლეველები განსაზღვრული მაგრამ ესე ვთქვათ ამ ლეველებზე არ დადო შენი მთლიანი კაპიტალი და არ ელოდო მაგლევას იმიტომ რომ სრულიად შესაძლებელი იყო რომ ბაზარი აქამდე აღარ ჩამოსულიყო და ესე ვთქვათ აქ რაც შემივსო იმით წასულიყო მაღლა ხომ და მაგ შემთხვევაში ხალ წარმოედგინე მთლიან ჩემი კაპიტალით რომ დაულდებოდი და აქ გამეკეთებინა შესყიდვა და ბაზარი აქ არ ჩამოსულიყო რა თქმა უნდა მე ვეღარც ვიყიდდი ბიტკოინს და ვეღარც ვიჭდებოდი ესე ვთქვათ ამ ინვესტიციაში ხომ ამიტომ ის ფაქტი რომ ბაზარი $30,000-ზე ჩამოაჩემთ პირადად არის უდიდესი სისულელი, აი სამსემთვარეობა მოხდება და იმას დაარტყავს და იმას იზავს და ამას უდიდესი სისულელი ბიტკოინის ფასი და ყველა ასეთის ფასი მოძრაობს ჩვენ ემოციებს, ანუ ვიღაცა მეორე მხარეს ან გაყიდა, ან იყიდა და ბაზარი იმიტომ იწევს, ან იმიტომ ვარდება, ხომ თუ შენ გაყიდი, მე გავყიდი, ის გაყიდის, ეს გაყიდის, ბაზარი ვარდება და თუ იმან იყიდა, ამან იყიდა და მეც ვიყიდა, ბაზარი მიდის, მაგრამ ხომ ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი ბაზრის მოძრაობა და ბაზარი არ მიდის მაღლა ან არ მოდის ქვემოთ, იმიტომ რომ ამერიკამ ვიღაცას დაარტყა, ვიღაცას დააპატიმრა, ან რუსეთმა უკრაინას დაარტყა და ეგეთი რაღაცები, ხომ? ბაზარი მაღლა მიდის ან ქვემოთ მიდის, იმიტომ რომ მე შენ და სხვებმა ან იყიდეს, ან გაყიდეს, ამიტომ ჩემი აზრით 2026 წელი იქნება კარგი ბიტკოინისთვის, ნუ გააჩნია იმასაც რა თქმა უნდა შე როგორ შეხედავ, ახლა როგორც აგიხსენით რომ ეს ლეველი რომელსაც მე ველოდები რომ მაღლა გაიტესტოს, მაგედან უკვე დავაფიქსირებთ კიდევ ერთხელ რომ ნახოთ რამდენი პროცენტი იქნება, ანუ ბოდემიდან რომ გავსინჯოთ
ну плюс-минус 30-35% წარმოიდგინე ახლა 30-35%-ს თუ გააკეთებ და შენ მოგებას არ დააფიქსირებ და მე ბაზარი წარმოიდგინე და ისე მინუსში გახვედი, რა თქმა უნდა, უკვე შენი ბრალი არის, შენი უსოდნელობის ბრალი არის და ბიტკოინი ამ შემთხვევაში ბიტკოინის არანაირი ბრალი არ არის, რომ შენ ფული ვერ გააკეთო. თავი არის რომ შენ ამ ყველაფერს მიუდგე სწორად, მაგრამ 30000 მე მაინც არალოგიკურად მიმაჩნია, მაგრამ რა თქმა უნდა, ბაზარზე ყველაფერი არის შესაძლებელი და თუ მართლა მოხდა და $30000 ჩამოვიდა ბიტკოინი, რა თქმა უნდა, მე ჩემ ასეტებს, ისე ვთქვათ, ჩემ ინვესტიციებს ბიტკოინში რადიკალურად შევამცირებ, რა თქმა უნდა, $30000-ზე არ გავყიდი, პირიქით დავამატებ, მაგრამ აი როგორც ახლა გიხსენით, რომ იქ მაღლა ვყიდი და ქვემოთ ვყიდულობდი იმ დაფიქსირებული მოგებებით, ზუსტად იგივე რაღაცას გავაკეთებ და შემდეგ ჩემი მიზანი იქნება, რომ ბიტკოინში მქონდეს რაც შეიძლება ნაკლები თანხა, იმიტომ რომ ახლა თუ ბიტკოინი 30000-ში ჩამოვიდა, ჩემთვის ეს იქნება უბრალოდ ჩვეულებრივი სქემი, უბრალოდ შევეცდები რომ ამ სქემიდან რაც შეიძლება მაქსიმალური მოგება დავაფიქსრო და მეც არ მოხვდი იმ ხალხის ასე ვთქვათ რიცხვებში, ვინც ამ სქემის მსხვერპლი იყო და დაკარგა ფული. რას ფიქრობთ თქვენს გიგონათ თუ არა რომ ბიტკოინი ჩამოვიდოდა $30000-ზე და რას ფიქრობთ როგორი წელი იქნება ბიტკოინისთვის, იმიტომ რომ მე პირადად მგონია რომ 2026 წელი იქნება ძალიან კარგი წელი არა მარტო ბიტკოინისთვის, ასევე კრიპტოსთვის და სხვა ასეტებისთვის, რომელზეც იხილავთ ამ კვირაში სხვა ვიდეოს.